რა ტიპის ცვლილება შეიძლება იყოს ისეთი, რაც ნდობას დაუბრუნებს ადამიანებს და ისინი აღარ ჩათვლიან, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე. რამდენიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტია გაერთიანდა და შეთანხმდა პოლიტიკურ პროცესში ერთობლივ მონაწილეობაზე, რაც თავისთავად დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე საკმაოდ პოზიტიური ცვლილებაა. ბევრი კამათობს იმას დაკავშირებით, რომ უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი უნდა ყოფილიყო ამ გაერთიანებაში თუ არა და მთავარი განსახილველი საკითხი დღესდღეობით სწორედ ეს არის. თუმცა მე კითხვას ცოტა სხვანაირად დავსვამდი, თვითკმარია თუ არა მსგავსი ტიპის გაერთიანებები რეალური ფუნდამენტური ცვლილებებისთვის. ჩვენ ადრეც გვინახია მსგავსი ტიპის გაერთიანებები, თუმცა საბოლოოდ ამ გაერთიანებებს არაფერი ცვლილება არ გამოუწვევიათ და ზუსტად ისევე დაშლა, როგორც თავის დროზე შემდგარა. ამდენად ცოტა სხვა გზა შეიძლება ვცადოთ რეალური ცვლილებებისთვის და მე მინდა რომ სწორედ ჩემეული შეხედულება გაგიზიაროთ ამასთან დაკავშირებით. მე მიმაჩნია რომ რეალური ცვლილებებისთვის მნიშვნელოვანია მასობრივი მონაწილეობა საზოგადოებისა პოლიტიკურ პროცესში და როგორ შეიძლება გამოვიწვიოთ ეს მონაწილეობა. მთავარი კითხვა სწორედ ეს არის იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებას პოლიტიკური სპექტრის მიმართ ნდობა არ გააჩნია ან ძალიან ნაკლებია ეს ნდობა და რა ტიპის ცვლილება შეიძლება იყოს ისეთი, რაც ნდობას დაუბრუნებს ადამიანებს და ისინი აღარ ჩათვლიან, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე. ამ კითხვაზე პასუხი არის შემდეგი, რომ უნდა ფორმირდეს კლასიკური პოლიტიკური იდეოლოგიებით თვითორგანიზებული ჯგუფები. ანუ ძალიან მარტივად უნდა შეიქმნას ჯგუფები, რომლებიც კონკრეტულ ორიენტირს იღებენ, მაგალითად შეიძლება იყოს ეს მემარჯვენეების, კონსერვატორების დისკურსი, ცენტრისტების ნიშა პოლიტიკურ ველზე და ასევე მემარცხენეების და ეს კლასიკური იდეოლოგიები უნდა შეეთავაზოს სწორედაც რომ ამ ურჩეველს, რათა მან დაინახოს, რომ რეალურად ამ პოლიტიკურ იდეოლოგიებს თავისთავად ვერ ექნება ხინჯი შეიძლება კონდეს იმ ადამიანურ ვნებებს, რომლებიც წარმართავენ პროცესებს, მაგრამ თავად იდეოლოგიას მსგავს ხინჯი ვერ ექნება. შესაბამისად, ეს ადამიანები თავის თავს დაინახავენ სწორედ კონკრეტულ იდეოლოგიებში და გაცილებით მეტად ჩაერთვებიან პროცესებში საბოლოო ჯამში. და ის იარლიყით, რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე, სწორედ ამით უნდა განეიტრალდეს და რეალური ფუნდამენტური ცვლილება საპარლამენტო მმართველობის სისტემებში, სადაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ჯანსაღი პარტიულ პოლიტიკური სისტემების ორგანიზება, ანუ მარტივად რო ვთქვა, ჯანსაღი პარტიების ფორმირება სწორედ ამ გზით უნდა გაგრძელდეს. ანუ მხოლოდ რაღაცა თვით ორგანიზებული გაერთიანებები არ არის საკმარისი. პირველ რიგში უნდა მოხდეს სწორი იდენტიფიცირება, ვინ რა იდეოლოგიის მხარდამჭერი და გამტარებელია და სწორედ ამ იდეოლოგიური ჭრილებით უნდა მოხდეს გამსხვილება პოლიტიკური ჯგუფების და თუ ფრაქციების. სხვაგვარი გაერთიანება და გამსხვილება საბოლოო ჯამში ბუნებრივია, გაცილებით ნაკლებად წარმატებული იქნება, ვიდრე თუკი ეს მოხდება მყარი იდეოლოგიების ჭრილში და უბრალოდ ამაზე მე ვსაუბრობ, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს ეტაპი საქართველოში არ გავლილა არასოდეს და არასოდეს არ ყოფილა ეს მყარი პოლიტიკური იდეოლოგიები შექმნილი. რეალურად 270-ზე მეტი პოლიტიკური პარტია არსებობს ფურცელზე, მაგრამ რეალურად პარტიული პოლიტიკური სისტემები საქართველოში დღემდე არ არის შემდგარი. რა თქმა უნდა, ჩვენ
ამ რეალობის წინაშე ვართ, როცა პოლიტიკური პარტიები აკრძალვაზე საუბრობს, ძალაუფლების მქონე პოლიტიკური ჯგუფი და ამ მძიმე რეალობასაც უნდა უყუროთ თვალებში, თუმცა საბოლოო ჯამში აუცილებელია ისეთი შინაარსობრივი რეფორმა, რომელიც იქნება გარდამტეხი და ნამდვილად შევძლებთ, რომ მივიღოთ ძლიერი პოლიტიკური პარტიული სისტემა, სადაც იმუშავებს იმ ტიპის კონსტიტუცია, რომელიც საქართველოში მოქმედებს და მას ჩვენ ვეძახით საპარლამენტო მმართველობის მოდელს. ასე რომ გისურვებთ მყარ, ჯანსაღ პოლიტიკურ სისტემებს, ანუ პარტიებს, რომლებიც იდეოლოგიის ირგვლივ ერთიანდება და არა პერსონალების ირგვლივ და ამ შემთხვევაში ნამდვილად გვექნება სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი მახასიათებლები.